დავიწყოთ საუბარი ჩვენ სტუმრებთან კიდევ ერთხელ მივესალმები ზაზას და ზურას. ზაზა, თქვენ მინდა გკითხოთ, აი წეღან სიუჟეტიც ვაჩვენეთ. ჩვენ რომ სოფლიო ძალიან ხშირად ერთი და იგივე შეცდომას ხშირად უშვებს და ყველაზე დიდი ბოროტებები ძალიან ხშირად მომხდარა ვითომ დემოკრატიის კეთილშობილი მიზნების საფარულ ქვეშ და სახელით. და ახლაც ეს გაჩერებაც, ეს პაუზაც, რომელიც ირანის რეჟიმს ახალისებს, გასაგებია პოლიტიკურად, რომ ამ ეტაპზე ამერიკა არ იყო მზად ამ ტიპის ჩარევისთვის, მაგრამ აი მინიმუმ გაცემული დაპირება და შემდეგ პაუზა რა ვითარებას ქმნის და რა რაღაც სიტუაციური მორალით ხელმძღვანელობს თითქოს ადამიანთა ნაწილი და პოლიტიკოსებიც და საზოგადოებაც, მაგრამ აი რამდენ დაზარალებს ამ პროცესს გადავარჩინოთ თავისუფლება რეგიონში. ხო, მოგესალმებით ნათია, დიდი მადლობა მოწვევისთვის. რთული ვითარება რეგიონში და ძალიან რთული ამაზე ღიად მსჯელობა, ვინაიდან რაღაცნაირად ორ ცეცხლში ვართ ჩვენ ქართველები. რაც შეეხება სამომავლო ნაბიჯებს, აქედან დავიწყებდი, ხო? გუშინ წინ თქვა თეთრი სახლის პრესპიკერმა ლევიტმა, რომ მხოლოდ პრეზიდენტმა ტრამპმა იცის რა მოხდებაო. ეს არ ვიცი, კარგია თუ ცუდია, ალბათ ცუდია, იმიტომ რომ როცა ამხელა სახელმწიფოს სისტემურ გადაწყვეტილებასთან გვაქვს საქმე, ალბათ იქ ვენცმა და რუბიომ მაინც უნდა იცოდნენ, მაგრამ მეც ვეთანხმები, რომ ფაქტობრივად ასეა, მათ შორის შესაბამისად ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი ანალიტიკა, რომელიც ჩვენ შეიძლება წავიკითხოთ, მოვისმინოთ, ან ვიღაცას თვითონ კონდეს რაღაც აგებული, ხო, რაღაცაზე დაყრდნობა და არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ რომ ერთ დღეს აი ასე იქნება, რატო იქნება არ ვიცი. ერთი რაც ფაქტია და უკვე ამას უყურებ კარგახანია, არის ის, რომ აი რაღაც იდეალისტური კომპონენტი საგარეო პოლიტიკაში დასრულებულია, ეს უკვე მოცემულობაა. შესაბამისად, ის მორალური ასპექტი, რომელზეც აი მსახიობი საუბრობდა და ქართველების უდიდესი უმრავლესობა წუხს და რომელზეც ჩვენ დარდობთ ვინაიდან ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრეცედენტული кейსი იქნებოდა, ეს მორალური პრეცედენტი არაფერს არ ნიშნავს დღესდღეობით. ჩემთვის ერთი იმედგამოწურებელი გადაწყვეტილება იყო ირანის ლიდერებზე სანქციების დაწესება. ეხლა სანქცია შეიძლება დაუწესო დარახველიძეს და ამასაც კი არ აქვს აზე კოცი ამბობს, ხო, არაფრის შემძლე და ფიგურა რო არ არის, ფაქტორი რო არ არის. არაკინეტიკური გადაწყვეტილება. და ამ შემთხვევაში ახლა აიათოლების ლიდერებზე სანქციების დადება არ არის ის, რაც ამ რეგიონს ჭირდება და რომელიც შეცვლის რეალობას ამ ვითარებაში. რა შეიძლება ითქვას, ამ მოცემულობაში ქართველებისთვის ყველაზე რთული იქნება, რომ ნავიგაცია გავაგრძელოთ, გადავრჩეთ ბჭყალებში, გადავრჩეთ იმ თვალსაზრისით, რომ მზად ვიყოთ, როდესაც შემდეგი შესაძლებლობა გაიხსნება, რომ ჩვენ დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა. ამ ეტაპისთვის აშკარაა ის, რომ ჩემთვის პირადად მე მგონია, რომ არ იცვლება აიათოლების რეჟიმი და ზოგადად ფორმულა შეიცვალა ავტორიტარების, ახლა ავტორიტარებზე ჰქონდათ ხო საწყისი სიუჟეტი, ფორმულა შეიცვალა, ავტორიტარები მოქმედებენ ახალი მეთოდით, ანუ ის რაღაც გარე შემაკავებელი ფაქტორები, თუნდაც შიდა შემაკავებელი ფაქტორები და გარემოებები პრაქტიკულად აღარ მუშაობს. რამდენსაც ჭირდება, იმდენს დახოცავენ. და რასაც უნდა იმას იტყვიან, ხო, ხა დახოცეს, არ ვიცი, სხვადასხვა შეფასებებია, როიტერმა დაწერა 3000, კათობით 1000-ზე წერენ, რამდენიც არ უნდა იყოს ეს იმაზე მეტია, ვიდრე შეიძლება 22 წელს მაგალითად 200 იყო, 2200-ზე მეტი ასე ითქვა. ანუ ეს საკმარისია, რომ რეჟიმმა ლეგიტიმაცია დაკარგოს, 100 რაღაცა კაცი მოკლა იანუკოვიჩმა და ამას გადაყვა ის, ხო? ეს იყო ალბათ ბოლო შემთხვევა, როცა ავტორიტარმა ამ შემთხვევაში რუსი იყო იქ მართველი, დაკარგა ხელისუფლება, მაგრამ მაშინაც დაკარგა ხელისუფლება რეალურად იმიტომ, რომ მეორე მხარე ფიზიკურად უფრო ძლიერი იყო. და აი ამასთანავართ, ამასთან მოვედით უკვე ბოლო წლების განმავლობაში, ვინც ერთი ფიზიკურად ძლიერია და ვინც ამ ძალის გამოყენებაზე არ იყოყმანებს, ის ინარჩუნებს ხელისუფლების სათავეებს. ამას უყურებთ ხოცების შემთხვევაში, მათ ნაკლები ჭირდება საბედნიეროდ იმისთვის, რომ ეს რეალობა შეინარჩუნონ და ამას უყურებთ ირანის შემთხვევაში, სადაც მათ ჭირდებათ ათასობით ადამიანის მკვლელობა იმისთვის, რომ აი ეს მკვლელი რეჟიმი შეინარჩუნონ. ეხლა იქ გარდაქმნილი ცოტა დემოკრატიული ირანი რამდენ დაწყობს იმ გარემოცვას, რომელშიც იმყოფება ირანი. ურის ქვეყნებს რომ გადავავლოთ თვალი. და სადაც არის ამერიკული ბაზები მათ შორის. უბრალოდ გამახსენდა ერთი რაღაც რომ თავის დროზე ირანელებმაც თავის პასტებით აირჩიეს ეს რეჟიმი რაღაც თვალსაზრისით. ან მთელი წლის განმავლობაში, ეს ირანის რევოლუცია ხო ერთჯერადი აქტი არ ყოფილა, ანუ ერთი წელი გრძელდებოდა 78-დან 79 წლამდე და მიზანმიმართულად თანმიმდევრულად, აი ეს
აირჩიეს და თქვენს რომ ეს გვინდა. და რა გადასამალია და ამ ყველაფერს დასავლეთიც ვერ შეედადგა, ხარში ედგა და ნუ რაც თავარია საკმაოდ ქმედითი ბერკეტებით ედგა გვერდში. ხა ეს პირველად და მეორედ არ მომხდარა, მით უმეტეს ამ რეგიონში, როდესაც დასავლეთმა ამერიკამ კონკრეტულად თავის ფეხში გაისროლა. ამიტომ ნამდვილად გმართებს სიფრთხილე, რაც შეეხება იმას, ხა შეიძლება თუ არა მოხდეს, რა თქმა უნდა, შეიძლება მოხდეს, მაგრამ რაც არ უნდა ავაგოთ, ხა კიდევ ერთხელ გავიმართ, იქნება სპეკულაცია. ფაქტია ის, რომ თურქეთს არ უნდა ცვლილება, რუსეთს არ უნდა ცვლილება, ირანს აქვს საკმარისი ძალა და ამ ძალას იყენებს და სანაცვლოდ გვთავაზობ პროპაგანდისტულ გზავნილებს და ნუ ენას ძვალი არა აქ როგორც კოცი ამბობს რაღაცას ისე ირანის მართველი ელიტა ამბობს რომ ეს იყო რაღაც აგენტები და აგენტებმა დახოცეს ათასობით ადამიანი. მოდი კოცებზე რო გადმოვიტანოთ ისე მსჯელობა ხო ძალიან რთულია მათი მდგომარეობა, იმიტომ რომ ნახეთ ვენესუელას შემთხვევა იყო, მადურო მათი მოკავშირეა, ხო ფაქტობრივად მათი მოკავშირე იყო, შინაარსობრივად ეს ყველანაირად ხო და ტრამპს რაღაცა თვალსაზრისით ბოდიში ეტენებიან, ანუ იმაზეც უც არ იტყოდნენ, ამაზეც უც ვერ ამბობენ და რაქნან და ბრიუსელი ლანძღეს. ეხა აქაც ეს ვითარებაა, რომ რეალურად ირანში ვითარების შენარჩუნება აწყობთ, უნდათ, როგორც რუსის ხელქვეითებს, ასევე აი დამოუკიდებელი ავტორიტარები რო იყვნენ მაგ თვალსაზრისითაც, მეორე მხრივ ირანი გამოდის და დღესაც აცხადებს, რომ ეს ყველაფერი არ მოხდებოდა, რომ არა ტრამპის წაქეზება, ხო? ხა ტრამპზეც უც ვერ იტყვიან, ირანზეც უც არ ამბობენ. შესაბამისად, აი ეგენიც ორ ცეცხლში არიან, ხო? მე რამდენად უკვე ზეც ვერ ლაპარაკობენ, სიკვდილზეც ვერ აქვთ. ხო, ჯერ სხვაზე დამაკდა რომ აქაც ბრიუსელი უნდა გაელანძღათ, ანუ რაღაცა ამ კონტექსტში არ გაელანძღათ ბრიუსელი. შეიძლება ორშაბათი ნათლისღება, სამშაბათიდან იტყვიან ამას ალბათ. ამიტომ ძალიან რთულია ხა აქ პროგნოზებზე საუბარი, ჩვენ თავს უნდა მივხედოთ ჩვენი ამ ეტაპზე მოდი ასე ვთქვათ, პესიმისტური არა, მაგრამ რეალისტური ამოცანაა, რომ ვიმეორებ ჩვენი თავი შევინახოთ მანამდე, ვიდრე გვექნება შესაძლებლობების ფანჯარა. ამჯერად ეს შესაძლებლობების ფანჯარა რამდენად არის, არ ვიცი, არ მგონია რომ იყოს.